უნდათ რომ ორი ფრონტი იყოს დაკავშირებული, მაგრამ ასეა საქმე. და ეს იმიტომ, რომ ჰეზბოლასა და ირანის მიერ ამ საკითხის განხილვა ასე მიმდინარეობს. როგორც მარკ განაცხადეს, თუ ისრაელი სამხრეთ ლიბანს შეუტევს, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, მაშინ ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს შეუტევს. და თუ ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს შეუტევს, მაშინ ისრაელი ბეირუთს დაადგამს, რაც ირანს ამ პროცესში ჩართავს. ამიტომ ნამდვილად ვერ გააცალკევებ ამ ორ მხარეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰეზბოლას ასეთი გავლენა აქვს, რომ მათ შეუძლიათ ომი ნებისმიერ დროს თავიდან დაიწყონ. და ისინი ირანის გავლენის ქვეშ არიან. ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი მათთან ბრუნდება. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და ჯერ ჩრდილოეთ ისრაელში რეალურად არ უსვრიათ. თუმცა დაახლოებით 1 საათის წინ ჩრდილოეთ ისრაელში ზარიჩი რამდენიმე სირენა ჩაირთო და რამდენიმე საათით ადრე გალილეის პანჰენდლშიც რამდენიმე სირენა ჩაირთო. სულ 4 რაკეტა იქნა მიმართული ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებისკენ, რომლებიც სამხრეთ ლიბანში არიან განლაგებულნი, მაგრამ არც ერთი მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე არ გადასულა. 2 მათგანი იქნა ჩამოგდებული, ხოლო 2 ღია ტერიტორიაზე ჯარისკაცების გვერდით დაეცა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თუ ისტორია განმეორდება, ჰეზბოლა უფრო და უფრო მიუახლოვდება ისრაელის ტერიტორიას. შეიძლება ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცეში გადავიდეს. შეიძლება ისრაელში ზიანი არც კი მიაყენოს. შეიძლება ჩამოაგდონ. შეიძლება ღია ტერიტორიაზე დაეცეს. მაგრამ ეს ისრაელს საბაბს მისცემს. და სწორედ ეს არის ის, რაც ჰეზბოლას უყვარს ხოლმე. ისინი ფრთხილად ცდიან, რამდენად შორს შეუძლიათ ამ შეთანხმების გაწევა, რადგან არ სურთ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება შედგეს. ისინი არც ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებას სურთ. ისინი სურთ, რომ ისარგებლონ იმ ქაოსითა და არასტაბილურობით, რომელიც ლიბანში ბოლო 10 წლების განმავლობაში დაგროვდა. და სწორედ იქ არიან ისინი ყველაზე ძლიერები. ამიტომ, თუ შეძლებენ, სურთ ამის შეჩერებას სცადონ. ამისთვის კი მათ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით უნდა ესროვონ. ეს ჯერ არ გვინახავს. თუმცა, თუ ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება, არავის გაუკვირდება. ჯო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის, სადაც ახლა ხარ? როგორი ატმოსფეროა იქ? ეს უბრალოდ გაგზელება იმ ყველაფრისა, რაც ბოლო რამდენიმე თვე ახდება? ძირითადად კი განსაკუთრებით ჰეზბოლას მხრიდან გვაქვს უმეტეს ნაწილში უფრო მეტად ეშინიათ ირანის, რადგან მათი რაკეტები უფრო შორს აღწევს და ისინი უფრო ძლიერები და მძიმეები არიან. თუმცა, როდესაც ირანიდან თავდასხმა ხდება, ისრაელის მოსახლეობას 5-დან 10 წუთამდე აქვს თავშესაფარში მისასვლელად. იგივე მდგომარეობაა აქ, ჩრდილოეთ ისრაელშიც. თუმცა, თუ ლიბანიდან დრონები, რაკეტები ან საჰაერო თავდასხმები განხორციელდება, მაშინ მათ მხოლოდ რამდენიმე წამი აქვთ რეაგირებისთვის. ამიტომ მათთან გამკლავება ბევრად უფრო რთულია. ისრაელის თავდაცვის ძალებს აიდევ საკმარისი დრო არ აქვთ, რომ ისინი თაჯრან. და ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით FPV დრონები, რომლებსაც ჰეზბოლა იყენებს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათთვის ძალიან რთულია მათი ჩაჭრა. და ეს ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს საფრთხის ქვეშ აყენებს. აქ მცხოვრებ ხალხს განსხვავებული შეხედულება აქვს ჰეზბოლას თავდასხმებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ადამიანმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ უმეტესობა ამ ყველაფერს ბოლო 2 წელიწადიდან ნახევარია უნკლავდება. თუ ისინი აქამდე არ დასულან, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რატომაც ეხლა უნდა წავიდნენ. თუ ჰეზბოლა მნიშვნელოვნად არ გააფართოებს თავის თავდასხმებს, რასაც ისინი აქამდე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევამდე არ აკეთებდნენ, მაშინ მათ არ ექნებათ მიზეზი, რომ ინერვიულონ. თუმცა თუ ისინი კიდევ უფრო დააჩქალებენ ამას, მაშინ ისინი საკუთარ ლიდერებს შეხედავენ და უკვე არსებობს დაძაბული ურთიერთობა აქ, ჩრდილოეთ ისრაელში, რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებსა და ისრაელის მთავრობას შორის. ისინი გრძნობენ, რომ მთავრობამ ისინი მარტო დატოვა, რადგან სურს ეკონომიკა ღია დარჩეს. მათ სურთ ისე გამოჩნდეს, თითქოს ჩრდილოეთ ისრაელში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მაგრამ ისინი ასე არ ფიქრობენ, როცა მუდმივად რაკეტების წვიმაა. ამიტომ ხალხისა და მთავრობისგან რეაქცია შერეულია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი ღია რჩება და არსებობს იმედი და პოზიტიური განწყობა, რომ შესაძლოა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს. მაგრამ ეს შიშები შეიძლება ძალიან მალე გაქრეს. ჯო ბრაუნი, ჩრდილოეთ ისრაელიდან ბოლო ცნობებით მადლობა ამ განახლებისთვის.